შინაური ცხოველები აკრძალულია. არავის უკითხავს თქვენთვის ნებართვა. უნიჭო ჩოგბურთელებო. მასწავლებელ მაქს ყველაფერს მოუყვები. ჯერ უნდა დაამტკიცო, რომ ძაღლი ყავს. კლასში ძაღლი ყავს თუ რაღაც მომესმა? ალბათ გეჩვენებათ მისტერ მაქს. მე გავიგე ძაღლის ყეფა. მე ვიცი ვინ ყებს. მილანას ზურგჩანთაში ძაღლი ყავს. მართალია ეს? ეს არ არის სიმართლე, მისტერ მაქს, დიტყუება. ძალიან ლამაზი და საყვარელი ხარ. როგორ შეიძლება ვინმე მიგატოვოს? მილანა, კამპუსში ძაღლის მოყვანა ცუდი იდეა იყო. სტეფ, როგორ ფიქრობ, ქუჩაში უნდა დავტოვო? წვიმაში? ის ისეთი საყვარელია. თუ ოფიცერმა ჩაკმა ან მასწავლებელმა მაქსმა გაიგო ამის შესახებ, ჩვენ გავაგდებენ კამპუსიდან. მე არ დავტოვებ ჩემს ძაღლს. და წესები არ მაინტერესებს. კარგი, დავმალოთ მაინც სადმე, ჯერ არავის უნახავს. ბუსია, ჩვენ უნდა დაგმალოთ. ბუსია? შენ უკვე დაარქვი მას მეტსახელი? დიახ, ის ახლა ბუსია. ნამდვილად უხდება. კარგი, დამეხმარე მის დამალვაში, ზურგჩანთაში. კარგი. ახლა მას ვერავინ შეამჩნევს. მე ვთქვი არა და ეს ნიშნავს არას. ო, მაქს, გთხოვ, პატარა ძაღლი. კეით, ჩემს სახლში პატარა ძაღლსაც კი არ მოვიყვან. რატომ, მაკ? უკვე გითხარი, კეით, მე მაქვს ალერგია ძაღლის და კატების ბეწვზე. ქავილი მეწყება. მე უკვე ძალიან ბრაზდები. ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ძაღლი. რატომ ძაღლი, კეით, და არა ზაზუნა ან კურდღელი? იმიტომ რომ მე მინდა ძაღლი. მოიყვანე შენი თუთიყუში თუ ასე გინდა. ჰეი, მოიცადე, დილან, რომელი ჯობია, ძაღლი თუ თუთიყუში? მე ეს არ მაინტერესებს. მე კატა მყავს. წადი აქედან, შენ დაბალ ქულას მიიღებ, მაგრამ რატომ მისტერ მაქს, შენი კატის გამო? საქმე დახურულია, კეით. ჩვენ სახლში ძაღლი არ შემოვა. ის ყველაფერს დახეჭავს და გააფუჭებს. გაბრაზებული ვარ შენზე, მაქს. შენ არ გიყვარ შინაური ცხოველები? მე მიყვარ შინაური ცხოველები. გამარჯობა, მისტერ მაქს. უცნაურია, როგორც წესი, ასე არ ვაცემინებ ხოლმე. იქნებ ავად გახდით, მისტერ მაქს. ჯობია ექიმთან მიხვიდეთ. რა იცით რა ხდება? ზუსტად ვიცი, რომ ავად არ ვარ. იმედი მაქვს არც ერთი ძაღლი და კატა არ შემოპარულა კამპუსში. კინაღამ გამოგვიჭირა. ისე ჩაკ, ჯობია ცოტა მაღლა დაამაგრო. კარგი, ახლა უკეთესია? ცოტა დაბლა უკეთესია. მენდი, 1 საათია ამის დაკიდებას ვცდილობ. დავანებოთ რა თავი კამპუსში ცხოველს არავინ მოიყვანს. ნაკლები ილაპარაკე. მეტი იმუშავეთ, მე ვთქვი უფრო დაბლა. იცი რა, მენდი, საიდუმლოს გეტყვი. ძალიან მეშინია ძაღლების. ბავშვობაში პატარა ძაღლმა დამკვინა. მან უკანალზე მიკბინა. უკანალზე? ხო, იცინე მენდი, და ეს ძალიან მტკივნეული იყო. თვალი ადევნე ყველას, რომ მოზარდები არ გათავხედდნენ. კარგი, კარგი. ეს შენთვისაა. რა არის ეს ინ? ეს მეგობრობის სიმბოლოა. როცა ვინმესთან ვმეგობრობ, სამაჯურს ვაძლევ. ო, მაგარია, სამაჯური ჯერ ჩემთვის არავის მოუცია. იცი რა, მე შემიძლია გავარჯიშო, თუ გინდა, თანაც უფასოდ. ო, რა თქმა უნდა, ძალიან მინდა. მე ასევე მინდა ვიპოვო შეყვარებული კამპუსში. შეყვარებული? დიახ, შეყვარებული, სიმპათიური და ჭკვიანი. მე დაგეხმარები შეყვარებულის პოვნაში. სერიოზულად ვამბობ. ჰეი, ინ, ხვალ გავარჯიშებ გაკვეთილების შემდგომ. არ დაგავიწყდეს. შეიძლება 1 წუთით დაგელაპარაკო, მია? ხო, რა თქმა უნდა, გუფი. სად მიდიან ისინი პონკა? არ ვიცი, ბუშტო. დილან, შენ ხომ არ იცი? გონი გუფი მიას უახლოვდება. მია,
დიდი ხანია მინდოდა შენთვის მეთქვა რომ რა, გოფი? წინააღმდეგი ხომ არ იქნები თუ ჩვენ პაემანზე წავალთ? რა? სერიოზულად ამბობ? გინდა მე და შენ? შენ და მე? ჩვენ წყვილი ვიყოთ? ხო, ეს მშვენიერია. ხო, მშვენიერია. მოუთმელად ველოდი ამ მომენტს. აბა, იქნებ ვაკოცოთ კიდეც? პირდაპირ ტუჩებში? ხო, პირდაპირ ტუჩებში. ვაკოცოთ. ხვალდასვენების დღეა. გააქვთ რაიმე გეგმები? მე გთავაზობ დღეს გაკვეთილების შემდგომ კლუბში წასვლას. მე ვიხდი ყველასას. გაიგონეთ ეს? ჩემი შეყვარებული იხდის ყველას მაგივრად. მაგარია. ლოლა, მოდი ხარ? მე ყოველთვის მზად ვარ. და იქ ვაკოცებთ? არ ვიცი, თუ კარგი ხასიათზე ვიქნები. წავიდეთ წვეულებაზე კრის, ეს უფასოა. პენსი იხდის. მე არ შემიძლია წვეულებაზე წამოსვლა. მშობლებმა დამსაჯეს. რატო? ჩემი ცუდი შეფასებისთვის. ეს მაქსის ბრალია. არ გაგიმართლა კრის, შანსი გაუშვი. მე შენი შეყვარებული ვარ. არც შენ არ უნდა მიდიოდე წვეულებაზე. ბოდიში პატარავ, მაგრამ ცეკვაზე უარს ვერ ვიტყვი. იქ ვიცეკვებ ორივეს მაგივრად. სწორედ ასე, და კი საუკეთესოა. გართობის დროა. ბონია, შეგიძლია დაურეკო და უთხრა ჩემს მშობლებს, რომ შენთან ერთად ვრჩები ღამე. მაპატიე კრის, ბოლოს მე გადაგარჩინე. ჯობია ლოლას უთხრა. კარგი, მე მათ ვეტყვი, უბრალოდ ფრთხილად იყავი. ესეც ასე, წვეულების დროა. შევხვდებით გოგონებო. შევხვდებით ბიჭებო. ჩავიცვათ გოგოებო. დღეს გაკვეთილებზე არ წავალ. შეგიძლია დამეხმარო ამაში? რა უნდა უთხრა მისტერ მაქს? უთხარი რომ მუცელი მტკივა და მთელი დღე ტუალეტში ვარ. ის არ დამიჯერებს. რა? ძაღლი კამპუსში? არ ფიქრობ რომ ძალიან გათავხედით და გავიწყდეთ კამპუსის წესები. შინაური ცხოველები აკრძალულია. არავის უკითხავს შენთვის ნებართვა. უნიჭო ჩოგბურთელებო. მასწავლებელ მაქს ყველაფერს მომყვები. ჯერ უნდა დაამტკიცოთ, რომ ძაღლი ყავს. ნუ გეშინიათ, ჩვენ ამას დავამტკიცებთ და ნახავთ, რაც მოგივათ. ვინმე მომეცით კალამი, გთხოვთ? გთხოვთ, მომეცით კალამი. საკლასო ოთახში ძაღლი ყავს? თუ რაღაც მომესმა? ალბათ მოგეჩვენათ მისტერ მაქს. არა, მე ყეფის ხმა გავიგონე. ვინმე მომეცით კალამი, გთხოვთ? ეს ბუშტის ყეფა იყო. რა? რა ყეფა? ძაღლი კი არ ვარ. მომეცით კალამი, გთხოვთ? მე ვიცი ვინ ყებს მისტერ მაქს. მილანას სურგჩანთაში ძაღლი ყავს. მართალია ეს, მილანა? ეს არ არის სიმართლე მისტერ მაქს. გახსენი ახლავე ზურგჩანთა. მისტერ მაქს. გახსენი მეთქი ზურგჩანთა. აქ ძაღლი არ არის. გადაწყვიტეთ ჩემი გაკვეთილის ჩაშლა? სად არის ძაღლი მილანა? ის ჩემს ზურგჩანთაში იყო. ჰეი, მომშორდი, მე არ ვარ გემრიელი, აბა სცადე და მიკბინე. ღმერთო ჩემო, არ გაბედო, ძალიან მეშინია ძაღლების, დამეხმარეთ, გთხოვთ. მე უნდა გავიდე აქედან. 1, 2, 3. დამეხმარეთ. რა საყვარელია. აქ საიდან მოხვედი საყვარელო? ალბათ დაიკარგე. მოდი ჩემთან. მაქს, გაიცანი ჩვენი ახალი ძაღლი და ის ჩვენთან ერთად იცხოვრებს. ბუსია? რა ბუსია? მეგობრებო,
არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩვენი არხის გამოწერა. თვალი ადევნეთ ჩვენს ახალ სერიებს. შევხვდებით მალე!